ობიექტურად სურათი და ეს მოსალოდნელი იყო ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, რომ სურათი შეიცვლებოდა და შეიცვლებოდა ბევრი მიმართულებით, მათ შორის შეიცვლებოდა უკრაინასთან დამოკიდებულებით. ბუნებრივია აღფრთოვანებული ვერ ვიქნებით ამ ყველაფრით რა რიტორიკაც ჩვენ გვესმის და ეს არის ძალიან სახიფათო რიტორიკა. მე არ შევალ შეფასებებში უსამართლოა ეს რამდენ რა თქმა უნდა ცხადია უსამართლოა, როდესაც 3 წელი აბსოლუტურად თავგანწირულ ბრძოლაში მყოფ ერს ეტყვი რომ 3 წელი სად იყავი, ეს არ არის პრეზიდენტის შეურაცხყოფა, ეს არის ერის შეურაცხყოფა, ეს არის 3 წელი თავგანწირულად იბრძვის. მაგრამ ჩვენ წინა გამოცდილებამაც გვანახა რომ პრეზიდენტ ტრამპის ასე ვთქვათ ვერბალური ნარაციის მიღმა პროცესები შეიძლება აბსოლუტურად განსხვავებულად განვითარდეს. იგივე წინა გამოცდილებიდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაშინაც არ იყო ესე ვთქვათ მაინდა-მაინც პროუკრაინული პოზიციების, მაგრამ განსხვავებით ობამას ადმინისტრაციისგან ჯაველინები სწორედ ტრამპის ადმინისტრაციამ მიცა და შეიარაღება იგივე აღმოსავლეთ ევროპაში განთავსება სწორედ მის დროს მოხდა. ამიტომ ძნელია ვისაუბროთ ახლა მის ჩრდილოეთის ნაკადის დასახსირებაზე. ანუ ევროპელებისადმი პრეტენზიებს, რომელიც მაშინაც არსებობდა. ჩვენ ახლა ხედავთ პრეტენზიებს უკრაინული მხარის მიმართ, თუმცა მოლაპარაკებები ამით დაიწყო, მე ვარაუდობ, რომ მოლაპარაკებები შედეგით როგორ დასრულდება, ეგ არავინ არ იცის, მაგრამ მე ვარაუდობ, რომ აი ესეთ სიტყვებს, მკაც სიტყვებს საბოლოო ჯამში პრეზიდენტ ტრამპისგან მიიღებს პუტინი. მე არა მაქვს მოლოდინი, რომ ეს მოლაპარაკებები რაიმე კონკრეტულად დასრულდება. უკრაინა 40 მილიონიანი ქვეყანაა და მან არ დაიჩოქა მაშინ, როდესაც ამის აბსოლუტური მოლოდინი იყო დედამიწაზე ვაშინგტონიდან დაწყებული და ტოკიოთი დამთავრებული, რომ არაფერი თქვა თვითონ რუსეთს, რომელიც 3 დღეში ამთავრებდა ამ ომს მათი წარმოდგენით. ამიტომ ჩვენ ვართ ძალიან დიდი აი ამ დაპირისპირების მომსწრე, რომელიც მთელ ევროპაშია და ჩვენც ამ დაპირისპირების ნაწილი ვართ. ჩვენი მთავარი პრობლემა ის არის, რომ ჩვენ არ აყავს ეროვნული ხელისუფლება, რომელიც დაიცავს ამ ქვეყნის კონსტიტუციას და ეროვნულ ინტერესებს. ჩვენი ქვეყანა დაპყრობილია დღეს. დაპყრობილია, ესე ვთქვათ, ნელა, ნაბიჯ, ამის გაფორმება ბოლომდე ჯერ არ არის დასრულებული, მაგრამ ფაქტია, რომ მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის ჩვენ ვართ ის მხარე, რომელიც ამ შემთხვევაში წარმოადგენთ პუტინის მხარეს, ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილი პირდაპირ მოიხსენიება და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შეერთებული შტატების მიერ ბიძინა ივანიშვილი დასანქცირებულია როგორც აგენტი, რომელიც რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს და ესე ვთქვათ, ქართულ დემოკრატიას და სუვერენიტეტს არღვევს. ანუ ეს მნიშვნელოვანი კომპონენტია. აქვე ვახსენოთ ტელემაყურებელს, გუშინ არ ქონდა შესაძლებლობა ეცკირა იყურებინა ხალხთან ერთად ჩვენი გადაცემისთვის ბრაუდერი გვერთვებოდა, ანუ მაგნიცკის ჯგუფის ხელმძღვანელი, რომელმაც თქვა, რომ დღის ეს რიგში დგას მაგნიცკის სიაში. ასე ვთქვათ, ჰიბრიდულობის ტრამპის ჰიბრიდული პოლიტიკის ეხლა ესე ვთქვათ, მსხვერპლი გამოიყურება პრეზიდენტ ზელენსკი და უკრაინა ამ პროცესში ბუნებრივად ეს ჩემი აზრით შეტრიალდება. ისევე მეორე რიტორიკა ძალიან მძიმეა და იმედის გაცრუების მეც არაფერს არ და უსამართლობის განცდის მეც არაფერს არ გიღვივებს, მაგრამ ჩვენ უნდა ამ პირველ რიგში რა თქმა უნდა უკრაინამ პრაგმატულად უნდა შევხედოთ ამ პროცესს. პრაგმატული პროცესი კი და მთავარი მომენტი ამ მთელი ამ პროცესის, რომელიც ჯერ შეიძლება თავის შუაშიც არ არის მისული, არის ის, რომ იცვლება ევროპა და ევროპა რაც თავარია ყალიბდება ევროპის იდენტობა. ევროპის დროშისთვის მარტო საქართველომ კი არ უნდა იბრძოლოს, მარტო სომხეთმა კი არ უნდა იბრძოლოს. მარტო უკრაინამ კი არ უნდა იბრძოლოს, უნდა იბრძოლოს პირველ რიგში საფრანგმა, უნდა იბრძოლოს პირველ რიგში გერმანელმა, ჰოლანდიელმა, ანუ იმ ევროპას, რომელსაც პირველი ევალება ამ დროში დაჭერა და ამ დროსისთვის არავის არ უბრძოლია ჯერ.
ამ დროშისთვის ბრძოლა ეს იმას ნიშნავს, რომ ჩამოყალიბდეს იდენტობად ევროპელი, რომელიც უნდა დაიცვას ესპანელმა, როგორც ევროპელმა, პორტუგალიელმა, როგორც ევროპელმა, ბელგიელმა, როგორც ევროპელმა, პოლონელმა, როგორც ევროპელმა და არა ცალკე აღებული პორტუგალიელმა, ესპანელმა, ჰოლანდიელმა თუ პოლონელმა თუ ნორვეგიელმა, აი ამაზე მიდის საქმე, იმიტომ რომ ჩვენ ხომ ხედავთ, რომ ევროკავშირის მიმართ კრიტიკა ხო როგორი ისმის, არის რომ ის არის ზედმეტად ბიუროკრატიზირებული, ის არ არის პოლიტიკური. ჩვენ ანუ პოლიტიკური ამ სიტყვის იმ გაგებით, რომ მისი ჩამოყალიბება, ანუ ის არ არის როგორც ის არის რაღაც ერთიანი ბაზარი, მაგრამ ის არ არის ერთიანი პოლიტიკური იდენტობის მქონე და მანამდე ვერ გახდება და ეს პროცესი უკვე ბოლო 10-20 წელიწადი ევროპაში მიდის, ხო, ამაზე კონსტიტუციაზეც იყო საუბარი, მაგრამ ჩავარდა ერთიანი ვერ მიიღო. მანამ სანამ არ იქნება იარსებდა საერთო საფრთხე, მანამ სანამ არ იარსებებს საერთო თავდაცვის სისტემა, მანამდე ის იდენტობა იქნება ყოველთვის დაუცველი და მოწყვლადი. დღეს ევროპაში არავინ არ იწუხებდა თავს ევროპისთვის ებრძოლა და დადგა ეს დრო, როდესაც თვითონ ევროპა უნდა იბრძოლოს ევროპისთვის. ეხლა რა იგულისხმება? ძალიან მარტივად იგულისხმება. 600 მილიონი ადამიანია, ამ თითქმის ორჯერ მეტია ევროპაში მაცხოვრები, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატები, ხო? თვითონ ბაზარი არის უდიდესი, უმდიდრესი, მაგრამ 27-ვე ქვეყანას ყავს თავისი ჯარი, რომელიც აბსოლუტურად არ არის ერთმანეთთან კოორდინაციაში დაკავშირებული, ან არ არის სამხედრო, ესე ვთქვათ, ინდუსტრია, განვითარებული ყველაფერი, ესე ვთქვათ, იყო სუსტი. ამიტომ ამ იდენტობისთვის ბრძოლა ნიშნავს, რა თქმა უნდა, თავდაცვის უნარიანობის გაზრდას, სანამ ამ იდენტობისთვის მათ შორის სისხლით დაღვრას, თუ ეს აუცილებელი იქნება და ამ იდენტობის ბრძოლისთვის დღეს ევროპა სულ უფრო და სხვა შორის მნიშვნელოვანი კიდე და ამით ეს საკითხი შეგვიძლია ამოვწოდოთ, თქვათ, არის ისეთი ტენდენცია, ხო, რომ აი იგივე ტრამპი და ტრამპის გარემოცვა კულტივაციას უკეთებს ევროპაში ultramemარჯვენე ბლოკს, რომელიც ოსტრახიზირებულია პოლიტიკური სისტემიდან, ევროპის პოლიტიკური სისტემიდან. ჩემის აზრით, ეს თავისთავად არასწორი არის, იმიტომ რომ ხა 20 და 25%-ს როცა იღებს ესა თუ ის პარტია, მისი ოსტრახიზირება ქვეყნის ცხოვრებისგან აბსოლუტურად არადემოკრატიული და შეუძლებელია. ის კიდევ უფრო მეტ პრობლემას გამოიწვევს. ამიტომ, მაგრამ მეორე მხრივ ჩვენ ხედავთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების, ასე ვთქვათ, დღევანდელი ადმინისტრაცია აი ამ მემარჯვენე, ესე ვთქვათ, ულტრამემარჯვენე ფლანგს ეფრიტავება კი არა მიუძღვის, ახლა საერთო შეკრება იყო, შეხვედრები იყო ამ AfD-სთან და ნებისმიერ სხვა მის განყოფილებებთან, ხო? ანუ იდეოლოგიური ექსპანსია. მეორეს მხრივ დღეს ეს ულტრამემარჯვენე პარტიები შემჩნეულია პრორუსულ განწყობილებებში და ღიად დაკავშირებულებიც არიან, ან ფინანსურად დაკავშირებული ამასთან. ამ ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაციის დაინტერესება ამ მიმართულებით მინიმუმ იმას მაინც გამოიწვევს, რომ კრემლის ორბიტიდან ეს პარტიები, რომლებიც სისტემაში უნდა შემოვლენ და სხვა გზა არ იქნება, ანუ ევროპულ სისტემაში უნდა შემოვიდნენ, როგორც ეს მოხდა იტალიაში, ხდება ეს ჰოლანდიაში, დიდ ქვეყნებშიც ეს ალბათ გარდაუვალია, მაგრამ ამიტომ ეს პროცესი აქედან დადებითი მხარე ის იქნება, რომ ეს ფლანგი, რომელიც საშიშია დღეს ევროპისთვის, ნაკლებად საშიში გახდეს, თუ ის იქნება ამერიკის ქოლგის ქვეშ და არა კრემლის ქოლგის ქვეშ, როგორც აქამდე იყო. ამიტომ პროცესები მოკლედ ძალიან რთულად ვითარდება და საქართველოს გამოსავალი აი ამ დიდ სურათში არის ერთი ჩვენი პროტესტი. ჩვენი ხმაურის გარდა მეტი არაფერი არ დაგვრჩენია. იმიტომ რომ ხელისუფლება გვყავს გამყიდველი და ხალხმა უნდა იაქტიუროს და იხმაუროს.